ამ ვიდეოში დაგათვალიერებინებთ ბალკანეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მართლმადიდებლურ ტაძარს, რომელსაც ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი ჰქვია. წმინდა ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი მთელ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესიაა. წმინდა ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი მართლმადიდებლური ტაძარია, რომელიც ბულგარეთში, დედაქალაქ სოფიაში მდებარეობს. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ბაზილიკაა, რომელსაც გამოხატული ცენტრალური გუმბათი აქვს. მისი მშენებლობის წინადადება 1879 წელს ძველ დედაქალაქ ველიკო-ტარნოვაში მოწვეულ დამფუძნებელ ეროვნულ კრებაზე იქნა მიღებული. ტაძარი უნდა მიძღვნილიყო წმინდა ალექსანდრე ნეველისადმი, რომელიც არის განმათავისუფლებელი ცარი, იმპერატორ ალექსანდრეს და რუსეთის გამარჯვებული არმიის ზეციური მფარველი. 1880 წელს მეორე რიგითმა ეროვნულმა კრებამ მისი უდიდებულესობის პრინცი ალექსანდრე ბატენბერგის მითითებით გადაწყვიტა, რომ მემორიალური ტაძარი სოფიაში, ბულგარელთა ახალ დედაქალაქში უნდა აეშენებინათ და არა ტარნოვაში, როგორც ეს დამფუძნებელმა კრებამ ადრე გადაწყვიტა. ეკლესია 1882-1912 წლებში აშენდა. ბულგარეთის საკათედრო ეკლესიის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის მთავარი არქიტექტორი გახდა რელიგიური არქიტექტურის კომპეტენტური ექსპერტი, საიმპერატორო ხელოვნების აკადემიის პროფესორი ალექსანდრე ნიკანოროვიჩ პომერანცევი, რომელიც სპეციალური მოწვევით სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოიყვანეს. ეკლესია ნეო-ბიზანტიურ სტილშია აგებული. შთამბეჭდავი ტაძარი თავისი ექსტერიერით, გუმბათებით, ნახევარგუმბათებით, მეოთხედი გუმბათებით და მთელი გარე ბრწყინვალებით, რომელიც ჩანს ახლოდან და გარედან, ზემოდან და ქვემოდან, პროფესორ პომერანცევის ნამუშევარია. ელეგანტური ექსტერიერი და ინტერიერი პატივისცემას იწვევს ეკლესიის შენობების მცოდნეებში. პროფესორი პომერანცევი მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აღიარებული რუსი არქიტექტორი და ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და პროდუქტიული ექსპერტი იყო. საკათედრო ტაძრის მოოქროვილი გუმბათი 45 მეტრს აღწევს, ხოლო სამრეკლოს სიმაღლე 53 მეტრია. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ქვაკუთხედი 1882 წლის 19 თებერვალს ჩაიყარა. ამავდროულად ტაძრის საძირკველში ორი ტექსტი განთავსდა. ერთი ლითონის ფირფიტაზე იყო ამოტვიფრული, ხოლო მეორე პერგამენტზე. მათში 1877-1878 წლების ისტორიული მოვლენები სამუდამოდ იქნება შემონახული. მოვლენები, რომლებიც ბულგარეთის ოსმალეთის იმპერიის 5 საუკუნოვანი დაპყრობისაგან გათავისუფლებასა და სახელმწიფოებრიობის აღდგენას უკავშირდება. ტაძრის ოფიციალური კურთხევა 1924 წელს მოხდა. ითვლება, რომ 2000 წლამდე ტაძარი ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესია იყო. თავისი ზომითა და დეკორაციით, არქიტექტურითა და მონუმენტურობით წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარი კონკურენციას უწევს ამ ტიპის ყველაზე ცნობილ ძეგლებს მთელ მსოფლიოში. გარედან დანახული ტაძრის სიგრძე 72 მეტრია, სიგანე კი 55 მეტრი. მისი სიმაღლე 50.52 მეტრია, ხოლო სახურავის ხიდი 28 მეტრით მაღლა დგას მთავარ თაღოვან შესასვლელზე, რომელსაც აქვს 3 კარი და სამრეკლო, რომელიც გუმბათით მთავრდება. იგი 3 სვეტს ეყრდნობა, რომელთა შორის ფართო ღიობებია და საიდანაც 12 ზარი ჩანს. მათი საერთო წონა დაახლოებით 25 ტონაა. ყველაზე დიდი ზარის წონა 11.758 კილოგრამი. ისიენა 364 კილოგრამია. დიამეტრი 2.7 მეტრი და სიმაღლე 2.8 მეტრი. მეორე ყველაზე დიდი ზარი 6002 კილოგრამს იწონის, ხოლო ყველაზე პატარა 10 კილოგრამს. 12 ზარის მელოდიურად დასაკრავად 3 ადამიანია საჭირო. ერთი ყველაზე დიდი ზარისთვის, ერთი 6 ტონიანი ზარისთვის და ერთის დარჩენილი 10 ზარის ენების ასამოძრავებლად. ორივე ხელითა და ერთი ფეხით ხის პედალზე დაჭერით, რომელიც 3 ტონიანი ზარის ენას ამოძრავებს. კარგ და თბილ ამინჯი დიდი ზარის რეკვა სოფიიდან დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით ისმის. ყველაზე დიდი ზარები მორთულია იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდა ალექსანდრე ნეველის, წმინდა სოფიას, წმინდა კირილესა და მეთოდეს ჭედური გამოსახულებებითა და ხატებით. ასევე ძველი ბულგარული კვანძების სავსე სამახსოვრო წარწერები. სამრეკლოს დასავლეთ ფასადზე გამოსახულია წმინდა ალექსანდრე ნეველის მოზაიკური ხატი, რომელიც ბულგარელმა მხატვარმა ანტონ მიტომმა შექმნა. რუსული ზარების ჩამოსხმის ეს შედევრი დღემდე იწვევს პატივისცემასა და აღფრთოვანებას. ტაძრის მარმარილოს ნაწილები და განათების მოწყობილობები მიუნხენში შეიქმნა. კარიბჭის ლითონის ელემენტები კი ბერლინში. თავად კარიბჭეები ვენაში, ხოლო მოზაიკები ვენეციიდან გამოიგზავნა.
პომერანცევი შემოქმედებითად გარდაქმნის ბიზანტიური ხელოვნების იდეებს სიტყვასიტყვით გამეორების გარეშე. შიდა სივრცე ერთიანია, მაგრამ ქმნის ილუზიას, რომ ის 4 სართულადაა დაყოფილი. ფასადის დეტალები და მრავალი თაღი და ფრიზი მორთულია ქვის ქანდაკებებით. ისინი შექმნილია ნაწნავების ელემენტებით და ძველი ბულგარული მოტივებით. როგორც ხედავთ, ტაძარი შიგნიდანაც გრანდიოზულია და ულამაზესი. კედლებს ამშვენებს ბიბლიური სიუჟეტები, ფრესკები, რომლებიც ძალიან რეალისტურად და ესე ყოფითად გამოიყურება ეს ყოფითი სიუჟეტები, თითქოს აი ის როგორ ზის რაღაც ძალიან ისეთი არის ხატრული თითქოს ფერწერული. ესე ჩემთვის ეს ასოციაცია აქვს, რომ თითქოს ძალიან აი ეს ფერწერული არის. გარედან 11 კარია, რომელთაგან 3 გაერთიანებულია მთავარ შესასვლელში და ნარტექსში მიდის. შენობის საერთო კუბური მოცულობა დაახლოებით 86,000 კუბური მეტრია, ხოლო შენობის ფართობი 3170 კვადრატული მეტრი. ეკლესია ბალკანეთის უდიდესი საკათედრო ტაძარია. ტაძარი შიგნით დაახლოებით 5000 ადამიანს იტევს. ტაძრის ინტერიერის მარმარილოს მოსაპირკეთებლად გამოყენებულია სხვადასხვა სახის მარმარილო, უპირატესად იტალიური. ცენტრალური საკურთხევლის ზემოთ ბალდახინის საყრდენი სვეტები დამზადებულია წითელი და მწვანე ბრაზილიური მარმარილოს ონიქსისგან. კანკელის ქვედა ნაწილი, რომლის სიმაღლე 4 მეტრს აღწევს, დამზადებულია თეთრ ყვითელი მარმარილოსაგან. ხატებისა და კანკელის გამყოფი ნახევარსვეტები მწვანე მარმარილოსაგან. ცენტრალური კანკელის ყველა კაპიტელი, ასევე 4 სახარების ავტორის ემბლემები დამზადებულია ალაბასტრისაგან. კანკელის ზედა ნაწილი, სადაც ქრისტიანული დღესასწაულების პატარა ხატებია განთავსებული, დამზადებულია ღია ვარდისფერი მარმარილოსაგან. სამეფო ტახტი 13.5 კვადრატული მეტრის ფართობისაა. იატაკი მწვანე მარმარილოსგანაა დამზადებული და 3 საფეხურზეა აღმართული. კიბის ორივე მხარეს ლომების გამოსახულებებია. 3 ტახტის ზემოთ თაღში დამონტაჟებულია მიტოვის მიერ შექმნილი მოზაიკური პორტრეტი. მთავარანგელოზ და ტახტი მთავარ კანკელსა და სამეფო ტახტს შორის მწვანე მარმარილოს კვადრატზე მდებარეობს. ტახტს თეთრი ალაბასტრის ორმხრივი პირამიდული ტილო ამშვენებს. ტახტზე წარწერები ძვირადღირებული და იშვიათი მარმარილოსაგანაა დამზადებული. ტახტზე ასასვლელი საფეხურები და ძირი მუქი მწვანე მარმარილოა. მეფის ტახტის წინასვეტებზე გამოსახული ლომები სიენას მარმარილოა, მათი თვალები კი აკატის ქვებითაა დამზადებული. ბალუსტრადა თეთრ ყვითელი მარმარილოსაგანაა ამოყვანილი, 54 დეკორატიული სვეტითა და სხვადასხვა სტილის კაპიტელებით. ტაძრის დასავლეთის კედელზე წარმოდგენილია ფრესკა საშინელი სამსჯავრო. ზოგადად ქრისტიანულ ტრადიციაში დასავლეთის კედელი სიმბოლურად უკავშირდება დროის დასასრულსა და მეორედ მოსვლას. ფრესკაზე გამოსახულია ქრისტე როგორც მოსამართლე, მარიამი და იონე ნათლისმცემელი როგორც შუამდგომლები კაცობრიობისთვის, ანგელოზები და მოციქულები როგორც ღვთიური სამართლიანობის აპოლოგეტები და მართალთა და ცოდვილთა დაყოფა როგორც ადამიანის არჩევანისა და თავისუფლების შედეგი. კომპოზიცია ტრადიციულად ზეციური და მიწიერ ნაწილებს ასახავს, სადაც ცენტრშია ქრისტე, როგორც მსაჯული, ხოლო მის ქვემოთ გამოსახულია მკვდრეთი აღდგომა, მართალთა სამოთხეში შესვლა და ცოდვილთა ჯოჯოხეთში გაგზავნა. ტაძრიდან გასვლისას მორწმუნე სწორედ ამ ფრესკას ხედავს, როგორც ზნეობრივ გაფრთხილებასა და ესქატოლოგიურ შეხსენებას. თავდაპირველი გათბობის სისტემა წყლის ორთქლისაგან იყო დამზადებული და თავისი დროისთვის საკმაოდ მოწინავე ტექნოლოგიას წარმოადგენდა. 4 გამათბობლით, 2 შენობის დასავლეთ ნაწილში, კრიპტაში და 2 აღმოსავლეთ ნაწილში. 1976 წელს გათბობის სისტემა ორთქლიდან წყალზე გადავიდა. აშენდა სააბონენტო სადგური და ცენტრალურ გუმბათში არსებული რადიატორების დემონტაჟი გახდა საჭირო. წყალდიდობისა და გაჟონვის რისკის თავიდან ასაცილებლად, რაც კედლის მხატვრობას საფრთხეს უქმნიდა. ტაძარი არქიტექტურითა და ესთეტიკით იზიდავს დამთვალიერებელს და იწვევს მათში აღფრთოვანებას. ტაძარში წარმოდგენილია უნიკალური მოზაიკები, რომლებიც ზეციურ დიდებასა და მართლმადიდებლური რწმენის ტრიუმფს გამოხატავს.
კომპოზიციები შესრულებულია ბიზანტიური ტრადიციის დაცვითა და გათვალისწინებით. გამოსახულებებზე ვხედავთ ქრისტეს, ღვთისმშობელს, ანგელოზებსა და წმინდანებს. ოქროს ფონი სიმბოლურად ღვთიურ ნათლსა და მარადიულობას აღნიშნავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპოზიციებზე წარმოდგენილი წმინდანები ზეციურ ლიტურგიაში მონაწილეობენ. დაუთვალიერეთ ტაძარი გარედანაც, შიგნიდანაც და ჩითახრთოვანებულები, იმიტომ რომ ძალიან გრანდიოზული და პირდაპირ მნიშვნელობით ლამაზია. იმედია თქვენც მოგეწონათ ვიდეო, თქვენი შთაბეჭდილებები დაგვიწერეთ კომენტარებში, დალაიქეთ გვერდი და არხის განვითარების მიზნით გამოიწერეთ.